მოგესალმებით, თქვენ უყურებთ თავისუფალ ტრიბუნას მეორე არხის პირდაპირ ეთერში ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი და ჩვენი სტუმარი არის საქართველოს პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე. მოგესალმებით, ქალბატონო ანი, გმადლობ ჩვენთან სტუდიაში მოგესალმებით და მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. გმადლობთ, გადაცემას დავიწყებთ საყდრისის გარშემო შექმნილი ვითარებით, რომელიც დღეს კვლავ აღმოჩნდა მედიის ყურადღების ცენტრში და როგორც ვიცით, საყდრისის მცველებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ კულტურის სამინისტროსგან, რომ გამოქვეყნებულიყო ის დოკუმენტი, რომლის მიხედვით ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ განაახლა სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე. თქვენ როგორ აფასებთ ამ ვითარებას და რეალობას, რომელიც შეიქმნა? ვიდრე შევაფასებ, მე მინდა გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრომ ეს დოკუმენტები უკვე გამოაქვეყნა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს იმის შესაძლებლობა ნახოს, რა წერია ამ დოკუმენტებში, მაგრამ და გააკეთოს დასკვნები, როგორ მოხდა ამ სამუშაოების გაგრძელება და იყო თუ არა კანონდარღვევა, ვინაიდან მე რაც ვნახე, რაც მოვასწარი და გადავხედე, ყველა დოკუმენტი არის გამოქვეყნებული, მათ შორის არის საერთაშორისო ექსპერტების მიერ ხელმოწერილი დასკვნები, რომლის მიხედვითაც კომპანიას ეძლევა მიეცა შესაძლებლობა, რომ გააგრძელებინა მოპოვებითი სამუშაოები. მაგრამ ამას წინ უძღოდა შემდეგი რამ, ეს ხარ არის ახალი პრობლემა, ერთი წელია ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობთ, არის აქტუალური თემა და ბუნებრივად აქტუალურია, ვინაიდან ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას ეხება და დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა ამ საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მიმდინარეობდა საკითხის სრულად შესწავლა, მე ხას უსვამ, რომ ამ საქმეში ჩართული იყვნენ ამ დარგის მცოდნე სპეციალისტები, ხო მე ნაკლებად გამოვდგები, ვთქვათ, ხო, ექსპერტად გულისხმობ არქეოლოგებს და ისტორიკოსებს და დაიდო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიეცა კომპანიას შესაძლებლობა, რომ გააგრძელებინა სამუშაოები და ამასვე ამბობს კულტურის სამინისტრო, რომ არც ერთ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს, არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე დარჩენილი არ არის, ყველა დეტალი არის გათვალისწინებული, გარდა ამისა კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ გააკეთებს მუზეუმს იქ, რაც გულისხმობს იმას, რომ შენარჩუნებული იქნება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცული იქნება ეს და ეს არის რა მოცემულობაც გვაქვს. თუმცა, ახლა გადავალ მეორე საკითხზე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ არა მხოლოდ აი ამ დოკუმენტებით არ შემოვიფარგლოთ, თქვათ, თუ საჭირო იქნება მოსმენა გაიმართოს პარლამენტშიც, თქვათ, უფრო გაფართოებულ ფორმატშიც, ვინც იქნება საჭირო, რომ ჩაერთოს ამ საქმეში და ვინც იყო უშუალოდ დაკავშირებული ამ საქმესთან, ყველამ რო გავრცელოს ინფორმაცია, მხოლოდ იმის გამო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს სიმართლე საყდრისის შესახებ. მე არ მინდა, არანაირად არ მაქვს იმის სურვილი, რომ რომელიმეს ამ ქვეყანაში დარჩეს იმის განცდა და იმის ასე თქვათ შიში, რომ ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას ვანგრევთ და ვებრძვით. რა თქმა უნდა, არ მინდა, არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოს, არამედ როგორც მოქალაქეს არ მინდა ამის არანაირად ამასთან შეგვება. ამიტომ მე დავსვი საკითხი და ისევე როგორც ბევრმა ჩემმა კოლეგამ, რომ თუ საჭირო არის ამისთვის პარლამენტის ტრიბუნის გამოყენება, ჩვენ ამას გამოვიყენებთ გაფართოებულ ფორმატში, მოვიწვევთ შესაბამის პირებს, მათ შორის კულტურის მინისტრს. მე რამდენადაც ვიცი, კულტურის მინისტრმაც გამოთქვა მზაობა, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს ვიდრე მოვიდოდი გამოქვეყნდა კულტურის მინისტრის მიერ და კულტურის სამინისტროს მიერ ის დოკუმენტები, რომელიც საყდრისი ყაჩაღიანის საბადოს უკავშირდება, თუ ამის შემდეგაც საჭირო იქნება, რომ თემა გაგრძელდეს და გაგრძელდეს პარლამენტში, ჩვენ ყველანი ვართ მზად იმისთვის, რომ საზოგადოებასთან ერთად მოვისმინოთ ყველა ინფორმაცია და არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის ფორმა, მე აბსოლუტურად მესმის მათი სულისკვეთება და ნებისმიერ ადამიანს ზუსტად ეს არის პატრიოტიზმი, მე ესე ვფიქრობ, როდესაც რაღაც გარკვეული კითხვები არსებობს და ვიდრე არ არის ბოლომდე ამოწურული თემა, ადამიანებს უნდათ რომ დაიცვან ის, რაც არის ჩვენი მემკვიდრეობა და მეც ვფიქრობ, რომ ახლა თუ იქ მსოფლიო უნიკალურ ძეგლთან გვაქვს საქმე, რასაკვირველია, ძალიან ფაქიზად და ძალიან ფრთხილად უნდა მივდგეთ ამ საკითხს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დაველოდები კიდევ ერთხელ
შესაბამისად სპეციალისტების დასკვნებს, ასევე მათ განცხადებებს ღიად და საჯაროდ და ამის შემდეგ გავაკეთებ შეფასებას. ჩემი შეფასება ერთ-ერთი და უკვე გითხარით რაც არის, როგორც პარლამენტარისაც და როგორც მოქალაქესაც, რომ მე ვდგავარ ჩემი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სადარაჯოზე და ვიდგები აუცილებლად თუ რაიმე უკანონობასთან იქნება საქმე. მე ამ ეტაპისთვის არც ერთი არგუმენტი არ მაქვს ვფიქრო, რომ რაიმე უკანონობასთან გვაქვს საქმე. თუმცა თავად კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა არასაკმარის ინფორმირებულობას და თუნდაც საზოგადოებისთვის და საპატრიარქოსთანაც კი იყო სამხრივად მიწოდებული ინფორმაცია და თუ კი ახლა გამოქვეყნდა ეს საბუთები, რატომ დაუშვათ ერთი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა მათი გამოქვეყნება, ამას ითხოვდნენ აქციის ორგანიზატორები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროს ვალდებულება არის, რომ ინფორმირებული ყოფილიყო საზოგადოება, ისევე როგორც საპატრიარქო, ჩვენს ინფორმირებულები ყოფილიყავით და აი ესეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დარჩენილიყო არც ერთი კითხვის ნიშანი. ეს არის მათი პასუხისმგებლობის თემა და თუ თვითონ გრძნობენ, რომ არასაკმარისად იყო ინფორმირებული საზოგადოება, ძალიან კარგია, მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გამოასწორონ ეს და მიაწოდონ აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი, ყველა მტკიცებულება, ყველა დასკვნა, რის მიხედვითაც მოხდა გადაწყვეტილების მიღება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იქ არის 3000 ადამიანი დასაქმებული და 3000 ადამიანის უკან დგას კიდევ 3000 ოჯახი, ეს რა თქმა უნდა ცოტა არ არის. მე ძალიან კარგად მესმის იმ მძიმე სოციალური ვითარების ფონზე, რომელიც ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ახლა დასაკარგი სამუშაო ადგილები არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დანგრევის ხარჯზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, რომ მე არ მაქვს არც ერთი არგუმენტი, რომ რაიმე კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე და მაგრამ კიდევ უფრო მტკიცე რომ იყოს ჩემი პოზიცია და თითოეული მოქალაქის ამ ქვეყანაში, ყველა ვალდებული არის, რომ ყველა არგუმენტი იყოს დადებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი. კიდევ ერთი ეგრეთ წოდებული დაზარალებული მხარე ამ საქმეში არის ეროვნული მუზეუმი, რომლის მიმართ ბოლო დროს იყო საკმაოდ სერიოზული ბრალდებები და თავად მუზეუმის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათი ზოგადად სამსახური და სამუშაო გაწეული იყო დისკრედიტირებული. სამომავლო დაუშვათ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის კულტურული ორგანიზაციები არ იყვნენ პოლიტიკური დარტყმის პირველი კოორდინაციის პრობლემა უნდა მოიხსნას პირველ რიგში და მე ვფიქრობ, რომ სტრუქტურებს შორის, ადამიანებს შორის, სახელმწიფო მოხელეებს შორის, აი თანამდებობის პირებს შორის უსწორად ეს არის, რომ უნდა იყოს მაქსიმალურად კოორდინაცია, რომ ვთქვათ არსებობს რაიმე კითხვები, ვთქვათ არსებობს რაიმე საგანგაშო ურთიერთობაში, ვთქვათ არსებობს რაიმე საკითხი, რომელიც რჩება ღიად. კი არ უნდა დაველოდოთ შედეგს, არამედ მანამდე უნდა იყოს ჩემთვისაც ცნობილი, იმიტომ რომ ჩვენ პარლამენტარებს ახლა ბევრი რამე შეიძლება არ ვიცით, ვერ ვიგებთ, ხო, ინფორმაციები ჩვენს გვჭირდება, რომ და მოგვაწოდონ ეს ინფორმაციები. ამიტომ ამბობ ახლა თუ იყო რაღაც გაუგებრობები, თუ იყო რაღაც პრობლემები, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე საუბარი ღიად, ეს არის დემოკრატიული და დემოკრატიული საზოგადოების და თავისუფალი საზოგადოების ძირითადი პრინციპი, რომ არ დარჩეს არც ერთი თემა კულისებს მიღმა და არ იყოს არც ერთი საკითხი, რომელიც მერე შეიძლება გახდეს საფუძველი ძალიან სერიოზული პრობლემის. ახლა ამ შემთხვევაში არ გვაქვს ძალიან სერიოზულ პრობლემასთან საქმე, მაგრამ ზოგადად ჯობია რომ ყველა საკითხი იყოს გამოტანილი ვიდრე გვიან არ არის და ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, რომ მერე ბოლოს და ბოლოს ჩვენ დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა გქონდეს და ნუ თქვა თუ ჩარევა იქნება შესაძლებელი, ან საჭირო რომ ჩავერიოთ კიდეც. ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვისაც ხომ ბევრად უკეთესი იქნებოდა იგივე საყდრისი ყაჩაღიანის აი ამ დასკვნასთან დაკავშირებით ქონდა უფრო მეტი ინფორმაცია, რომ ჩვენც რასაკურველია უფრო მეტად საზოგადოებას მივაწვდით იმას, რაზეც ახლა ღიად საუბრობს კულტურის სამინისტრო, რომ იქ არ არის ჩვენ თავის მართლება არ არის კარგი პოზიცია ზოგადად. მით უმეტეს თუ თავის სამართლებელი არაფერი არ არის. და ვიდრე გადაცემის მეორე ნაწილზე გადავიდოდეთ, ერთ მნიშვნელოვან ფაქტს მინდა კითხოთ, ხვალ როგორც ვიცით, ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხს, როგორია თქვენი მოლოდინი და ასევე როგორც ვიცით, რეზოლუციის მიღება იგეგმება. რა ტიპის რეზოლუციაზე? ხო, ვადასტურებ, ხვალ ევროპარლამენტში მოხდება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, თქვენ იცით, რომ 10 ქვეყანამ უკვე მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ ოჯახში ევროპულ ოჯახთან დაახლოებას და ზოგადად იმ დიდი ჩვენთვის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას, რაც ქვია ჩვენი ევროპული არჩევანის განხორციელებას, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპული სივრცისკენ. რაც შეეხება რეზოლუციას, რა თქმა უნდა იქნება რეზოლუცია, მე მოვიკითხე სხვათა შორის რეზოლუციის
რა შეიძლება იყოს ასახული რეზოლუციაში, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში მედიოდა მუშაობა, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია იმ რეფორმებით, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში, თქვათ იგივე არჩევნებით, რომელიც ჩატარდა, იმ პროცესებით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა და გამოხატული არის ეს იმაში, რომ ჩვენ მივდივართ ნამდვილად დემოკრატიული გზით და ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას რეგიონში. მე რამდენადაც ვიცი, ჩვენი ევროპელი კოლეგები განსაკუთრებულად გვიჭერენ მხარს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და განსაკუთრებით იმ მძიმე მოვლენების ფონზე, რომელიც განვითარდა აფხაზეთის მიმართულებით გულისხმობ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებას, ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და რუსეთს შორის და რისი დიდი ალბათობაც და მოცემულობა არის ასეთ ყოველ შემთხვევაში რისი დიდი ალბათობაც არის ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რეზოლუციაში მკაფიოდ იქნება გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ანექსიის წინააღმდეგ და სადაც იქნება მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ ხელი აიღოს საქართველოს ანექსიაზე, იმიტომ რომ აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც არის საქართველო და არაფერი სხვა. ასევე მე არ იქნება ალბათ მოულოდნელი არავისთვის, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ის სასამართლო პროცესები, სამართლებრივი პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, განსაკუთრებით ყოფილი მაღალი ჩინოსნების მიმართ. მე იცით რა არის, ძალიან ბუნებრივად უყურებ ამ საკითხს, ვინაიდან რადგან ხდება დაკვირვება, ორი მიზეზით არის გამოწვეული. ერთი, რომ დიდი წინა წლების განმავლობაში იყო ამის გამოცდილება, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ადამიანებზე ანგარიშწორება და ამის საშიშროება და ამის მიმართ გარკვეული ინტერესი რომ არსებობს, ჩემთვის არის ეს ბუნებრივი და მეორეც ახლა თუ თქვათ ხდება ადამიანების არ გულისხმობ კონკრეტულ შემთხვევებს, მაინც ზოგადად ვამბობ, თუ ხდება რაღაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დასჯა, მაშინ ეს არის ავტორიტარიზმის ნიშნები, რომელიც ასევე ჩვენ გვქონდა და დიდი გამოცდილება იყო ამის. ახლა შეიძლება ღიად ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ესეც იყო, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, რაც არის პირდაპირ დამახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმის. აქედან გამომდინარე, ხა, როდესაც ჩვენი მეგობრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, განსაკუთრებულად კრიტიკულები არიან ამის მიმართ, მე მართლა ვამბობ, რომ გულწრფელად ვამბობ ამას, რომ მე მჯერა მათი გულწრფელი ყოველ შემთხვევაში ძალიან აბსოლუტური უმრავლესობის გულწრფელი დამოკიდებულების, რომ ქვეყანამ არ შეიცვალოს კურსი და ის იყოს დემოკრატიული ქვეყანა, ის იყოს სამართლიანობაზე დაფუძნებული ქვეყანა, სადაც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და არა ვთქვათ რომელიმე მაღალჩინოსანი, რომელსაც უნდა რომ მოირგოს სასამართლოც, ხელისუფლებას და ყველა სხვა ინსტიტუცია ქვეყანაში. ამიტომ იყო ჩვენ პრობლემა რომ შეგვექმნა, როდესაც ხელისუფლება წავიდა ამ გზით, რომ ყველა ინსტიტუციის მორგება გადაწყვიტა იმისთვის, რომ თავის თავზე იმისთვის, რომ გაემყარებინა და განემტკიცებინა და გაეძლიერებინა საკუთარი ხელისუფლება. როგორც დასრულდა ეს ყველაფერი, ვიცით, ამიტომ ახლა ვის არ უნდათ მე მესმის ძალიან კარგად ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მე აბსოლუტურად ვერთდები მათ სულისკვეთებას, რომ ესეთი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ ვალდებულები, საქართველო არის ვალდებული, ყველა ინფორმაცია გავიდეს საქართველოდან, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, არ იყოს ინფორმაციის ნაკლებობა, რა ხდება ამ ქვეყანაში, დანარჩენი ხა შეფასებებით, რეკომენდაციებით, კრიტიკული გამონათქვამებით, მეგობრული რჩევებით და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი არის ისეთი ქვეყნისთვის და ისეთი ქვეყნისთვის როგორც საქართველო, რომელიც მიდის დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზით. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ. შესაძლებელი რაღაცეები ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მაგრამ ობიექტური მიზეზებიც არსებობს იმის, რომ არ ვართ მაინც ესეთი განვითარებული დემოკრატიული ქვეყანა, როგორც თქვათ, სხვა დანარჩენი ევროპული ქვეყნები, მაგრამ მე მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენ ამას ძალიან მალე მივაღწევთ. კრიტიკული მომენტების გარდა წინა რეზოლუციებში იყო კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა პროცესებთან და სხვადასხვა რეფორმებთან დაკავშირებით. თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა იყო დაუშვათ ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც გაითვალისწინა საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან? მე რამდენადაც ვიცი, ეს იყო სასამართლო ხელისუფლების რეფორმა, ჩვენ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება მივიღეთ, რომელიც მხოლოდ დაეხმარება სასამართლო ხელისუფლებას იმისთვის, რომ ის ნამდვილად იყოს დამოუკიდებელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არსებობს ბევრი საკითხი, რასაკურველია, რომელიც უფრო მეტად საჭიროებს დახვეწას, ბევრი ცვლილება არის კიდე განსახორციელებელი, მაგრამ თავარი არის, რომ კურსი არის სწორი და ჩვენ მივდივართ სწორი. 2 წლის განმავლობაში, რაც იყო შესაძლებელი, ჩვენ
მე ვფიქრობ, მე არ ვარ უკმაყოფილო, ეხლა 2 წელი უკვე მთავრდება პრინციპში წელი და მართლა არ ვარ უკმაყოფილო, თუმცა ეხლა ესეთი თვითკმაყოფილების განცდაც არ მაქვს, მაგრამ როგორც პარლამენტარი, ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო ჩვენი მუშაობით. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ბევრი იმისთვის, რომ ვთქვათ, ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომელიც იყო აღმოგვეფხვრა, კიდე რა თქმა უნდა, ბევრია დარჩენილი, რა თქმა უნდა, ძირეული რეფორმები არის საჭირო კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის. თავარი არის, რომ პროცესი არის დაწყებული და თავარი არის, რომ კურსი ამ მიმართულებით არის. კიდევ ერთხელ არის სწორი და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რას ნიშნავს ეს ძლიერ ინსტიტუციებზე დაფუძნებული სახელმწიფო, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი. არ გადართოთ, ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით ეთერში. თავისუფალი ტრიბუნა კვლავ პირდაპირ ეთერშია, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი და ჩვენი სტუმარი არის საქართველოს პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე. თუ თქვენ გაქვთ სურვილი, რომ კითხვა დავუსვათ ჩვენ სტუმარს, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე, რომელსაც თქვენ ეკრანებზე ხედავთ. ქალბატონო ანი, გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2015 წლის ბიუჯეტი, რა პრიორიტეტები არის ასახული ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში? ხო, თქვენ იცით, რომ თითქმის 3 თვის განმავლობაში ვსჯელობდით ჩვენ პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტზე და მივიღეთ იმ ფორმით და ისეთი ბიუჯეტი, როგორიც მივიღეთ გასულ კვირას. და ვფიქრობ, რომ მე არ ვიქნები, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ბიუჯეტებით არც 2015-ში, არც 2016-ში და არც არასოდეს, იმიტომ რომ უფრო მეტი და მეტი მინდა და რა თქმა უნდა მირჩევნია, რომ გაორმაგებული და გასამაგებული იყოს საქართველოს ბიუჯეტი, იმიტომ რომ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ ადამიანების კეთილდღეობაზე იყოს ორიენტირებული, თუმცა ამის შესაძლებლობა, მეტი შესაძლებლობა ნამდვილად არ არის, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ სოციალურ პროექტებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შექმნა. ეს 2014 წლის ბიუჯეტიც იყო ასეთი და იგივე გავაგრძელდით 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ჩვენი დახმარება, ბიუჯეტის დახმარება სოციალურად შეჭირებულ ადამიანებს ძალიან სჭირდებათ. ახლა მე ძალიან კარგად მესმის, რომ ის, რასაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოსახლეობას, იქნებოდ პენსიის სახით, იქნებოდ თქვათ იგივე დაზღვევის, ჯანდაცვის დაზღვევის ფორმატში, იქნებოდ განათლების მიმართულებით და ასე ვთქვათ კიდე სხვა წამახალისებელი პროექტების მიმართულებით, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. დაუცილებლად მოვუბრუნდები პენსიის საკითხს, ვიდრე თქვენ შემეკითხებით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს და რეალურადაც აწუხებს. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ვგულისხმობ, რა ვიცი, რაც 2013, რაც ყოველთვის ბიუჯეტის ზრდა ხდება, ამ რაოდენობის ბიუჯეტი სოციალურ პროექტებზე ორიენტირებული არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ მილიარდი ლარი არის ორიენტირებული ადამიანების ჯანდაცვაზე, რაც მე ვფიქრობ, რომ ცოტა არ არის. მე ზუსტად ვიცი, რასაც ახლა ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში ავადმყოფობით სიკვდილის აღარ ეშინიათ. რასაც ვერაფრით ვერ ვიტყოდი 3 წლის წინ, მე ძალიან ბევრი ფაქტი ვიცი, როდესაც ადამიანი ვერ მიდიოდა ექიმთან, მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ქონდა ექიმთან კონსულტაციის ფული და მას არ ქონდა მერე კონსულტაციის შემდეგ იმ საჭირო წამალის შესაძენი ფული, რომელიც მის ავადმყოფობას სჭირდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, უფრო მძიმე დაავადებებზე და ვთქვათ ოპერაციულ ჩარევებზე და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა, არც ეს არ არის საკმარისი. მე კიდევ ერთხელ ყოველ დღე ჩემთან შემოდის ძალიან ბევრი განცხადება, ვთქვათ, დახმარებასთან დაკავშირებით. ადამიანები ხშირ შემთხვევაში ითხოვენ დახმარებას, რომ გაუწიოთ შუამდგომლობა, რომ მათ სჭირდებათ გადაუდებელი ოპერაციები, ან ვთქვათ, სჭირდებათ მკურნალობა, მაგრამ არ აქვს შესაბამისი სახსრები, რომ ძალიან ძვირია მედიკამენტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, მართლა ვიცი, ამით ხვდები, რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ბევრი წლის განმავლობაში საქართველოში. იყვნენ ადამიანები და მადლობა ღმერთს, რომ ცენტრალური ბიუჯეტის, ვთქვათ, განათლების ჯანდაცვის სამინისტროს და ვთქვათ, მერია რაც არის შესაძლებელი ამ მიმართულებით გვეხმარება, რომ როგორღაც ადამიანებს დავხმაროთ, მაგრამ რა თქმა უნდა საკმარისი არ არის ეს. მე დარწმუნებული ხარ, ბევრი ადამიანი ზის ტელევიზორთან და ფიქრობს, რომ აი მე ამას ვერ მივაღწიე, მე პრობლემა მაქვს და მე სრულად ვეთანხმები ამ ადამიანებს. ასევე მეტყვის, რომ ძალიან ძვირია მედიკამენტები და ასევე ვეთანხმები ამ ადამიანებს. ჩვენ წელს სხვათა შორის გავითვალისწინეთ
გარკვეული სოციალურად დაუცველი ფენებისთვის მედიკამენტების უფასოდ შეძენაც არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ყველაზე ამის გავრცელება შეუძლებელია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აი ეს სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვის მიხედვით უკვე მომავალ წლებში უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული მათი დახმარება. რაც შეეხება განათლების მიმართულებით იცით რომ პრიორიტეტულად დარჩა განათლება, თქვენ ასევე იცით რომ ჩვენ წელს ინფრასტრუქტურული მიმართულებით გავზარდეთ ბიუჯეტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს $1 მილიარდ, არასოდეს ამდენი არ ყოფილა და მინდა გითხრათ რომ იმის შემდეგ რაც ჩვენ თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებაც დავიწყეთ, ჩვენთვის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი არის რეგიონების განვითარება. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ იმდენად მძიმე მდგომარეობა არის რეგიონში, მე არ ვიცი ამას რამდენი წელი დასჭირდება რომ ადამიანებს ელემენტარული პირობები ჰქონდეთ, რაც გამოიხატება იმაში რომ იყოს გზა, წყალი, გაზი, თქვათ სინათლე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაიონი არის ისეთი, რომელთან სადაც ერთი კომპონენტიც კი არ არის მოწესრიგებული, აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ გაზიფიცირება მოხდეს, თქვათ გამრიცხველიანება და ასე შემდეგ, ძირითადად იმდენი პრობლემა არის, იმიტომ რომ თქვენ იცით ჩვენ დავდივართ რეგიონებში და მე მაქვს სრული სურათშიელება არა, მაგრამ ვამბობ რომ რთულესი მდგომარეობა განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, აი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს ხალხი, ამიტომ ვფიქრობ რომ არც ეს არ არის საკმარისი $1 მილიარდი, ამდენი პრობლემა რო ხდება, რა როგორ უნდა გაწვდეს, მაგრამ რა ვიცი მე იმედი მაქვს რომ გაიცეთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება რომ აუცილებლად რაიონებზე სწორება უნდა იყოს, აუცილებლად რეგიონებში ჩვენ უნდა გავიტანოთ ჩვენი რესურსი, რაც არის შესაძლებელი რომ მათ მიეცათ უკეთესად ცხოვრების შესაძლებლობა და რაც შეეხება პენსიას. მე უნდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი კონსულტაცია გქონდა პენსიის ზრდასთან დაკავშირებით. უმრავლესობის თითქმის ყველა წევრი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის დროს ითხოვდა რომ იქნებ როგორმე გაზრდილი, უფრო დიდი რაოდენობის პენსია მიეღო ჩვენი ქვეყნის დამსახურებულ მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ამ ადამიანებმა 10 ლარით მეტის მატებაც დაიმსახურეს და უფრო მეტიც, ამაზე ჩვენ არ ვკამათობთ საერთოდ. და რა თქმა უნდა 60 ლარი არის ის ძალიან მინიმალური და ძალიან რთული ამ თანხით ცხოვრება, მე ეს კარგად მესმის, უბრალოდ მართლა ვამბობ სრულიად გულწრფელად, რომ როდესაც ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კრიტიკულად, ძალიან კატეგორიულად ვთხოვდით ნოდარ ხადროს, რომ როგორმე გაითვალისწინებინა უფრო მეტი მატება, დაგვერწმუნა რომ ამის რესურსი დღეს ამის რესურსი ბიუჯეტს არ აქვს. გარდა ამისა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან ზრდა პენსიის აღარ შეჩერდება, მე დიდი იმედი მაქვს, ვინაიდან 1 სექტემბრიდან, ანუ წელს 1 სექტემბრიდან 10 ლარი მოემატება, მაგრამ მომავალი წლის 1 იანვრიდან კიდევ 10 ლარი მოემატება, ჩვენ არ ვიცი, გვაქვს იმედი, რომ იმავე წელს 2016 წელსვე შესაძლოა კიდე მოხდეს მატება, ოღონდ მე ხან ძალიან გამიჭირდება წინასწარ ამის დაანონსება, ვინაიდან წინ ერთი წელია, მაგრამ დამოკიდებული ეკონომიკის და ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, თუმცა პოლიტიკურ დონეზე ნება არსებობს ამის, რომ მე პენსიის მატება დაიწყო და არ უნდა გაჩერდეს ეს პროცესი. ხა მე ვერავის ვერ მიცევ იმის პირობას, რომ ისეთი პენსია ექნება, რომ აუცილებლად შეძლებს ამ პენსიით ცხოვრებას, მაგრამ მიცევ იმის პირობას მე პირადად, როგორც ერთი პარლამენტარი, რომ არასოდეს არ დავანებებ ამ საკითხს თავს, ვინაიდან ეს არის თავმოყარი ხელისუფლების როგორ გითხრათ, აი ძირითადი ფუნქცია არის, რომ ხანში შესული ადამიანები სათანადოდ იყვნენ დაფასებულები. ჩვენ ხო ისიც არ დაგვაუწყდეს, ოღონდ საიდან მოვდივართ და როგორი მემკვიდრეობით მოვედით. აქვე დავამატებ. სანამ გადავიდოდეთ სხვა თემაზე, პენსიაზე არის კითხვა სწორედ მაყურებლის. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით. მაქვს საჯარო სკოლებში მუშაობის 48 წლის სტაჟი. პედაგოგად მუშაობის მათემატიკოსი გახლავართ. მუშაობის ამ მანძილზე მაქვს უამრავი დიპლომები და სიგელები მიღებული, როგორც საზოგადოებრივ, ისე საგნობრივში. გამოცემული მაქვს ნაშრომები, როგორც პოეზიაში, ისე მეცნიერულ დარგში. 2013 წლის 28 ნოემბერს ოფიციალური მიწვევით სკოლამ, 24 სკოლამ განმომცა საპატიო სიგელი
მრავალწლიანი პედაგოგიური 8 წლისათვის საზეიმო ვითარებაში. 2 დღის შემდეგ მომივიდა წერილი, რომ ჩამომერთვა პენსია. რის საფუძველზე ჩამოვიდა? ტელევიზორში იყო რამდენი სამჯერ გაიმეორეს დაახლოებით 1 თვის წინ, რომ ხელფასთან ერთად აუცილებლად მოგეცემათ პენსია. ქალბატონო, თქვენ საჯარო სამსახურში მუშაობთ ამ მომენტში? მუშაობ საჯარო სამსახურში, ხო, მიზეზი ეს იყო, მარჯანიშვილის თეატრში წვეში ვიღებ 217 ლარს ხელზე. Galvitsi ძალიან ეკონომიურ სივიწროვეს მორალურად მადლობთ. ეს ხოთაშევის პირველი შემთხვევა რა ჩვენ ვიკავშირდებოდნენ მაყურებლები ამ პრობლემით. კი, გასაგებია, ვიცი რომ ეს პრობლემა არის. მე ხოთაშევის მე არა, ჩვენი გუნდის წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობთ. ზოგადად საპენსიო რეფორმა არის ჩასატარებელი. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ყოველდღეში ამ რომელიც იყო, ეს ვერ დაიწყო. მე ვიცი რომ უკვე გადაუდებელი არის საპენსიო რეფორმა. გადაუდებლად ჩასატარებელი არის საპენსიო რეფორმა. აქვე მე დარწმუნებული ბევრი დარეკავს აქ რომ 50 წლის მუშაობის სტაჟი რო აქვს ადამიანს და 60 ლარი აქვს ხელფასი. ხო, ამიტომ ამ სტაჟის და დამსახურების მიხედვით დიფერენციაცია არ ხდება პენსიონერების და ესეც არ არის სწორი, რა თქმა უნდა, ცუდია. ეხლა თუ დარეკავს მაყურებელი წინასწარ შემიძლია უთხრა, რა თქმა უნდა, ეს ცუდია. ოღონდ ჩვენ პრინციპში ამას პენსიაც არ ქვია, ეს არის დახმარება პენსიონერებს. საპენსიო რეფორმის ჩატარების შემდეგ რასაკვირველი ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა იქნება პენსიის დიფერენციაცია სტაჟის და დამსახურების მიხედვით, ვინაიდან ადამიანი, რომელსაც ბევრი წელი აქვს გატარებული, ბევრი წელი მუშაობდა, მისი პენსია, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა შედარებით ისეთი ადამიანისგან, რომელსაც თქვა საერთოდ არც ერთი დღე არ უმუშავია. მაგრამ ეს არის მართლა მომავლის საქმე. ამ ქალბატონს მე ვეტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ამ საკითხთან და ეს არ არის პირველად არ გამიგია ამის შესახებ, მეც ჩემთანაც არის მომართვები ამ საკითხთან დაკავშირებით არის მსჯელობა, მაგრამ დღეს გვაქვს ეს მოცემულობა და მე იმედი მაქვს, რომ ამას უკეთესობისკენ შევწვით მოსახლეობისთვის უკეთესობისკენ და რადგან ქალბატონი არის მითხრა, რომ აქვს დიდი დამსახურება, პედაგოგიური დამსახურება, აუცილებლად უნდა შევეხო ამ საკითხსაც და მე მინდა ვთქვა, რომ დღეს საშუალო ხელფასი პედაგოგის რაც არის ძალიან დაბალი. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენთან, ჩემი კოლეგა, ხას უსვავს ხშირად იმას, რომ როგორღაც სასწრაფოდ ყველა დონეზე არის მისაღები გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად არა მხოლოდ პენსიების ზრდაზე იყოს ორიენტირებული ჩვენი სოციალური პაკეტი, არამედ პედაგოგების პენსიაზეც, ვინაიდან ფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის, იმიტომ რომ თუ მასწავლებელი არ არის სოციალურად უზრუნველყოფილი, ფინანსურად უზრუნველყოფილი, ნუ ხარ თქმა უნდა ისე ვერ იქნება, როგორც მას ჭირდება, მაგრამ მინიმალურად მაინც თუ არ არის ის რასაკვირველია ვერ გაზრდის კარგ თაობას, განათლებულ თაობას და მე რაც ყველაზე მეტად ჭირდება დღეს ამ ქვეყანას, ეს არის განათლებული თაობა და ამასთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ, რომ 1 სექტემბრიდან იგეგმება მასწავლებლების ხელფასების ზრდაც და აქაც მინდა ვთქვა, რომ ესიც იქნება პროცესი, რომელიც არ შეჩერდება, ვინაიდან 2015 წლიდან დაიწყო და ყოველ წელიწადს აუცილებლად ეს არის ჩვენი არა მხოლოდ პოლიტიკური ნება, რა ვიცი, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი მცდელობა და ამას არ დავანებებთ თავს არც ერთ შემთხვევაში, რომ მასწავლებლების ხელფასები მუდმივად იყოს მზარდი. კიდევ ერთხელ ეს მხოლოდ იმისთვის, რომ მასწავლებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, ფუნდამენტური პროფესია არის ჩემი აზრით და ის შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული ამ ქვეყანაში. ქალბატონო, ჩვენ ასე ხშირად გვეკავშირდებიან საბავშვო ბაღების მასწავლებლები, რომლებიც აცხადებენ, რომ პრობლემა არის ის, რომ მათი სტატუსი არ არის ზოგადად განსაზღვრული და ისინი ითხოვენ, რომ მათი სტატუსი მიახლოებული მაინც იყოს სკოლის პედაგოგებთან. მსგავსი ტიპის პროგრამა ხო არ იგეგმება? მე არ ვიცნობ ამ საკითხს, ანუ არ ვარ ინფორმირებული იგეგმება თუ არა მსგავსი რამ, თუმცა ვინც არის განათლების სფეროში, ვინც დასაქმებული არის განათლების სფეროში, რასაკვირველია მათ საკითხთან დაკავშირებით. ყველა პრობლემა უნდა იყოს გაზიარებული, მაგრამ მე ეხლა არ ვარდათ, არ ვიცი, არ ვთვლობ ინფორმაციას ამ მიმართულებით არის თუ არა რაიმე სიახლე, ან თქვა არსებობს თუ არა რაიმე ინიციატივა, რომელზეც მუშაობს განათლების სამინისტრო. ხო, აქვე მინდა და ისიც ვთქვა, რომ განათლების სამინისტროსაც ბევრად არა, მაგრამ გაეზარდა ბიუჯეტი, ეს ყველაფერი იქნება ორიენტირებული ერთი რომ მასწავლებლების ხელფასების დაზე, მაგრამ ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვაქვს განსაკუთრებით რეგიონებში სკოლები. მე მქონდა შესაძლებლობა ზაფხულში რამდენიმე რაიონში მენახა სკოლა და აი ძალიან მძიმე მდგომარეობა არის დამერწმუნეთ, იქ რომ ბავშვები განათლებას იღებენ და ეს ბავშვები რომ მე აი არ ვიცი, ეს უფრო გასაკვირი არის იმდენად მძიმე
ვითარება არის, გნებავთ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, გნებავთ სხვა თვალსაზრისით და არ ვიცი, აი ფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი, სხვათა შორის მე მაჩნია, რომ ეს ბიუჯეტი საკმარისი არ არის, რომელიც დღეს გამოიყო განათლების და მეცნიერების სამინისტროს, აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ მეცნიერების მიმართულებაზე, ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ იმ ადამიანებთან ისე თვალში ვართ, აი ისე თვალშია სახელმწიფო, როგორც ასეთი, იმიტომ რომ გაცილებით ბევრად მეტად დაფასებას იმსახურებენ, ბევრად მეტად უნდა ხდებოდეს მათი პრობლემების აქტუალიზაცია, რომ მაქსიმალურად ყველა პრობლემა იყოს გამოტანილი, ვინაიდან ამ ადამიანებმა მე ზუსტად ვიცი, აი უმძიმეს წლებში გადაარჩინეს მეცნიერება როგორც ასეთი. ამიტომ ხა მე ძალიან ვისურვებდი მიმართავ, არ ვიცი, თქვენი ეთერიდან ყველა ამ მეცნიერს, არ ვიცი, პროფესორ მასწავლებლებს, რომ აი ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩემი დამოკიდებულება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რომ ამ ადამიანების ღვაწლი იყოს სათანადოდ დაფასებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ну წინა წლებში რატომაც ხდებოდა ვიცით და როგორც ხდებოდა ვთქვათ ადამიანების და მეცნიერების დაყოფა ჩარიცხილება და ჩასარიცხლოთ, გვახსოვთ ხო, ეს ჩარიცხილებად და მისიანებად უბრალოდ, მაგრამ ამ ყველაფერს გაუძლეს და ამიტომ მათი პრეტენზიები მე ხშირად მესმის ხოლმე აბსოლუტურად ლოგიკურია, აბსოლუტურად სამართლიანია, ოღონდ რა ვიცი, ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები ვართ ჩვენ ყველანი და მე მგონი გაგვიგებენ, რომ ბიუჯეტს მართლა მეტი შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენი ბიუჯეტი ცოტა მეტია, 9 მილიარდზე, მაგრამ იმდენი რამე აქვს და იმდენი რამე ხდება ამ ბიუჯეტს, რომ ძალიან ძნელი არის მართლა ვიფიქრო აი ამ ვთქვათ იგივე ხელფასების ნაწილში და იგივე ვთქვათ პენსიების ნაწილში, რომ უფრო მეტად მოხდეს თანხის აკუმულირება და იქ გადატანა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ეს ვიცით ძალიან კარგად. ამიტომ თუ ვინმეს აქვს იმის პრეტენზია, რომ ხელისუფლებას აქვს ფული და ეს არ უნდა მისცეს პენსიონერებს, პედაგოგებს და ასე შემდეგ, უბრალოდ ის არის ძალიან მატყუა რა, რომ მსგავსი რამე მართლა არ ხდება. და მართლა ვისურვებდი, რომ 2016 წელს, როდესაც ჩვენი ვადა, მერვე მოწვევის პარლამენტის ვადა ამოიწურება, მე საქართველოს პარლამენტის შენობიდან გავიდე უფრო ამაყი, ვინაიდან მქონდეს უფრო მზარდი ბიუჯეტი და ვთქვათ შედარებით უკეთესი პენსია და ხელფასები იმ ადამიანების ვისაც ჩვენგან ეკუთვნის, რომ მუდმივად იყოთ ორიენტირებული მათი ხელფასების ზრდაზე. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით. გამარჯობა ხალბატონო. მოგესალმებით. მირესალმებით ქრისტუმას. ეხლა ხალბატონო პარლამენტარის დანდები ხოდა. როგორ შეიძლება რომ ისა 40 წლის სტაჟი მაქვს მე. ჩემი ეგრესა 40 წლის სტაჟი. და პენსია დოსიევ არ მოშავია 10 დღე და იგივეა პენსია. სად არის სოფლიოში არასებობს ქვეყანა რომ ასე იყოს თანაბარი პენსია, როგორ შეიძლება და მადლობა. 40 წელი იმანი მუშავა, 5 წელი ჩაიმუშავა და პენსიას შემხედა. მადლობა. ეს უბრალოდ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს, მაგრამ ამ ბატონს მინდა უთხრა სწორედ ამაზე საუბრობდი ახლა, რომ რა თქმა უნდა ეს არ არის სამართლიანი, ოღონდ მართლა აუცილებელი არის და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რომ იქნებ როგორმე მოვახერხოთ და საპენსიო რეფორმა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დაიწყოს და შესაძლოა ამას გქონდეს წინააღმდეგობები, ხარვეზები იყოს ასე შემდეგ, მაგრამ უნდა დავიწყოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თვითმმართველობის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი ხომ იყო ამ ქვეყნისთვის. ყველა ამაზე ლაპარაკობდა წლების განმავლობაში, როგორც მახსოვს და მხოლოდ ჩვენ მოვახერხეთ წელს სხვათა შორის, რომ თვითმმართველობის რეფორმა ჩავატარეთ, დავიწყეთ ყოველ შემთხვევაში, ასე როგორც დავიწყეთ. ახლა შეიძლება ბევრი პოლიტიკური ოპონენტი ფიქრობს, რომ ბევრი ხარვეზია ამაში. მე პირადად მზად ვიყავი ამისთვის, რომ შეიძლება და ყოფილიყო ბევრი ხარვეზი, თუმცა ვფიქრობ, რომ ამაზე კარგი არაფერი არ არის, როდესაც იწყებ, იმიტომ რომ ბევრად უფრო ადვილია უკვე დაწყებულ რეფორმაზე ხარვეზების გამოსწორება, ვიდრე თქვათ გადადებული საქმე და თქვათ ბევრი წლის განმავლობაში მუდმივად მხოლოდ ლაპარაკი და პედალირება იმაზე, რომ აი რეფორმა აღარ ჩატარდა, თვითმმართველობის რეფორმა არ არის, ამიტომ თვითმმართველობებში მძიმე მდგომარეობა არის და ასე შემდეგ. ვიცით რომ მძიმე მდგომარეობა არის, ისიც ვიცი რომ ამ რეფორმის შემდეგაც რაღაცეები არ არის გამოსწორებული და ისიც ვიცი რომ ბევრი საკითხი, რომელიც თქვათ იგივე ჩვენს კანონში დევს, არ
არის უბრალოდ გადასახედი შესასვლელი და ასე შემდეგ, მაგრამ რა ვიცი, სამუშაო ამაზე და ჩვენ მუშაობთ ხოლმე. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მივიღებთ წლების განმავლობაში, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში დამოუკიდებელ უფრო განვითარებულ რაიონებს, რომელსაც აი ახლა თვითმმართველი ქალაქები გვაქვს, თავიანთი ბიუჯეტები ექნებათ, შემდგომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადგილზე უფრო შესაძლებელი იქნება ხოლმე იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც კონკრეტულ ქალაქს აწუხებს. ახლა მე ზუსტად ვიცი, რომ იგი თქვა რა პრობლემა შეიძლება გქონდეს კახეთში, რომელიღაც რაიონს ან რომელიმე ქალაქს, იმერეთში ისეთი პრობლემა არ არის და ლოკალური პრობლემა. რა თქმა უნდა, ლოკალური პრობლემები თვითონ უფრო მოახერხებენ, იმიტომ რომ ადამიანმა, რომელიც იმ რეგიონში ცხოვრობს და თქვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელია, მან უფრო კარგად იცის რა სჭირდება მის ქალაქს და მის რაიონს. ახლა ცენტრიდან ამის გარკვევა უფრო რთულია. თუმცა ზოგადად ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა. კიდევ ერთი მაყურებელი გველოდება, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. Გამძეგ ბარბარობის დღესაც საუბრობთ ხვალინდელ დღეს. ჩვენ მასწავლებლებმა პატიცემულ ქალბატონს პარლამენტარს მივიმართავ. დავთვალეთ აი ესეთი უბრალო მათემატიკური გამოცვლა გავაკეთეთ. რეალურად ციფრებში. თუ სახელმწიფო მოხელეები არ აიღებენ დანაყოფებს და პრემიებს, პენსიონერის პენსია და მასწავლებლის პენსიას 200 ლარს ცდება, 214 ლარი გამოდის ზუსტად წლის განმავლობაში. ხომ შეიძლება გცაც ხალხმა პატივი აგირჩიათ და მიგაბძანათ ისეთ წინვალე კაბინეტებში, რომ გვემსახუროთ ესე რომ თქვა, ერთი წელი რომ აი ეს არ აიღოთ პრემია და ხალხისკენად გადაიხედოთ. როგორ უნდა იცხოვროს იმ დაჩანაკებულმა მასწავლებელმა 150 ლარზე. მე და ჩემი მეუღლე ორი ვცხოვრობ სახლში. ერთი ვარ პენსია, მეორეს არ აქვს. პენსიამდე 7 წელი გვაკლია. 150 ლარად მეჯავრება ღმერთო ნუ მიწყენ ახალი წლის მოსვლა. წარმოგიდგენიათ ქალბატონო? მადლობა. ხო, პრემიების საკითხი და ზოგადად შევეხები, მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ პარლამენტში არც შარშან, არც წელს, არც ერთი თეთრი პრემია არ აგვიღია, ასე რომ არ ვიცი, ხა ჩვენი მისამართით ეს ალბათ არ არის ნათქვამი, ჩვენ გვაქვს ფიქსირებული ხელფასი, იმის იქით მაყურებლის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პრემია არ მიგვიღია და ეს არის ჩვენი, არ ვიცი, ყველა მიიღო და ესე გადაწყვეტილება არასწორად მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი ხელფასი, იმ რაოდენობის ხელფასი, რომ ახლა კიდე დამატებით პრემია, რა თქმა უნდა, აღარ უნდა გვერიცხებოდეს და მაშინ იმ ფონზე, როდესაც პენსია შეადგენს 150 და 160 ლარს. დამატებითი უკაცრავად პრემია, პენსია ვთქვი, პრემია აღარ უნდა გვერიცხებოდეს. რაც შეეხება ზოგადად პრემიების თემას, აბსოლუტურად მესმის ამ ჩვენი მაყურებლის სულისკვეთება და აბსოლუტურად ვეთანხმები მას, რომ პრემიების საკითხიც არ არის სწორი, როდესაც თქვათ დიდი რაოდენობით პრემიებს იწერენ. ჩვენ სხვათა შორის გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი გუნდშიც. თქვენ იცით, რომ წელს ბევრად ნაკლები პრემია არის გაცემული სახელმწიფო მოხელეებზე, ვიდრე იყო თქვათ შარშან და დარწმუნებული ვარ, რომ კლების ტენდენცია იქნება 2015 წელს, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა ერთი რამე, რომ პრემია როგორც წამახალისებელი საშუალება, რიგითი თანამშრომლობის მე ვფიქრობ, რომ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ გარკვეული სტიმული მაინც არის. ახლა შესაძლოა ის, ვინც თქვათ მინისტრის მოადგილე სამართლის უფროსი და შემდეგ საკმაო რაოდენობის ხელფასს იღებს და მის პრემია აღარ უნდა მოხდეს მის დარიცხვა, მაგრამ ადამიანი, რომელიც თქვათ საშუალო რანგის მოხელეა და ძალიან ბევრს აკეთებს და წარმატებულად საქმიანობს და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, მაინც უნდა იყოს სახალისებული. ანუ ზოგადად მე ამის თქმა მინდა, რომ პრემიებზე უარის თქმა როგორც ასეთზე არ შეიძლება, მაგრამ უნდა იყოს სწორად გამოყენებული და სამართლიანად, რაც სამწუხაროდ არ ხდებოდა და არ ხდება. თუმცა, რა ვიცი, ძალიან კარგია, რომ წელს გაცილებით ნაკლები არის ეს გაცემული პრემია და მე მართლა იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი წლიდან ყველა უწყება, ყველა სამინისტრო კარგად გაიაზრებს იმას, რომ ესე არ იყოს პრემიები გაცემული დაუსაბუთებლად და დაუმსახურებლად. კიდევ ერთი მაყურებელი დაგვიკავშირდა, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯვება. მოგესალმებით. მე შეგაწუხებთ ასეთ რას თქვა მამაგაცმა, რა თქმა უნდა, კარგი, მაგრამ მაგაზე სადგევარი და სადარდელი რო შემოგჩერებია შვილი და შვილი ციხიდან გამოსულები რო კაპიკი არ აქვს და არ სამსახური არ აქვს. როგორ უნდა მიიღონ ის პრემია კერა იმ ხელფასებიც კი თავრობის 20%-მა, როცა ეს ხალხი არც ისე კი რაღაც ხონდა გვეფიქრა რომ გადავარჩინოთ ჯანმრთელობით და მომავალი თაობა არ მოისმოს ასე. არ შეიძლება იფიქრონ, ოდნავ მაინც
გულფრილად მოექცენ ამ ხალხს რომ არ გააბოროტონ და ხელახლა არ წავიდნენ. მარტო პურის ფული ხო უნდა თუ ყველაფერი მადლობთ. რესოციალიზაციის პრობლემა კი ბატონო არის რა თქმა უნდა ეს ახლა მივდივართ სამუშაო ადგილების პრობლემამდე და დასაქმების პრობლემამდე. ხა მარტო ესეთი ადამიანები კი არ არიან ამ დღეში ხა ზოგადად დასაქმების პრობლემა არის იმ სამეულში, რომელიც ამ ქვეყანაში რიგით მოქალაქეებს აწუხებს. ამიტომ ესე ნუ ვიტყვით რომ აი ამ მაინც ამ სოციალური ფენის თქვა ყოფილი პატიმრების მიმართ არ არის ანუ მათ არ აქვს შესაძლებლობა რომ იმუშან ზოგადად ეს არის პრობლემა. თუმცა რასაკვირველია გეთანხმებით რომ რესოციალიზაციის პროექტები უნდა მუშაობდეს აუცილებლად და სხვათა შორის ამ მიმართულებით თეატრო ლუკიანი ძალიან ბევრს მუშაობს. მას ჰქონდა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა შემოტანილი, რაც უნდა მოგვარებული იყოს თქვა საკანონმდებლო დონეზე. ხა ჩვენ ეს გაკეთებული გვაქვს. სამუშაო ადგილები რო არ არის, ვიცი, არ არის სამუშაო ადგილები, ძალიან ბევრი ადამიანი არის შემსრულებული, რომ არ არის დასაქმებული და არის ეს პრობლემა. გეთანხმებით ძალიან დიდი პრობლემა არის დასაქმების პრობლემა. აქვე ვიტყვი იმასაც რომ ჩვენ წლის მეორე ნახევრიდან უკვე ინვესტიციების შემოდინების ნაწილში წინსვლა გვაქვს. თქვენით რომ 500 მილიონიანი ინვესტიცია უკვე არის შემოსული. იმედი მაქვს რომ ეს გაგრძელდება და ინვესტიცია შესაბამისად თანახმოს სამუშაო ადგილები. ამიტომ მე იმედი მაქვს რომ დასაქმებულ ყოფილ პატიმარსაც ვნახავ და თქვათ ისეთ ადამიანსაც რომელსაც სხვა გზა არ აქვს, ელემენტარული პირობები არ აქვს იმის, რომ ოჯახი არჩინოს, თავისთავი არჩინოს და ასე შემდეგ. მწვავეა ეს პრობლემა, ძალიან მწვავეა, გეთანხმებით, განსაკუთრებულად აი სულ რეგიონებზე ვლაპარაკობ, მაგრამ განსაკუთრებულად მწვავე არის ეს რეგიონებში. იმდენად მწვავე და იმდენად რთული პრობლემა არის, რომ ძალიან კარგად მესმის რაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ხელფასი რამდენსაც შეადგენს, პრემიებს ჩვენ არ ვიწერთ, ბევრად კარგი არის, რომ ასევე უზრუნველყოფილი იყვნენ ადამიანები ფინანსურად, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ჩვენ ამისთვის მართლა ბევრს მუშაობთ. მე პირადად როგორც ერთი რიგითი დეპუტატი მართლა ბევრს ვაკეთებ ამისთვის. რაც შემიძლია ვაკეთებ. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და ბოლოს შემაჯამებელი კითხვა მინდა დაგისვათ. 2 კვირა რჩება ახალ წლამდე. რას ეტყოდით თქვენ მაყურებელს, თქვენ სამომრჩეველ საქართველოს მოსახლეობას, რას უნდა ველოდოთ 2016 წელს? მადლობას ვეტყვი პირველ რიგში. მადლობას მხარდაჭერისთვის, გაგებისთვის, გამძლეობისთვის. მე ვიცი რომ ჩვენ ძალიან მაგარი მოსახლეობა გვყავს რა ზუსტად ვიცი რომ ამ ძალიან დიდი გაჭირვების მიუხედავად ადამიანებს მაინც აქვთ იმის განცდა რომ იმედით უყურებენ მომავალს უყვარხარ აი ისე ხვდებიან ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ თბილად ხვდებიან ძალიან მაინც გეფერებიან და ეს იმხელა სტიმულია დამერწმუნეთ ძალიან დიდი სტიმული ამიტომ რა ვიცი, უფრო მეტად იმედიანად ყოფნას, უფრო მეტ წარმატებას, ჯანმრთელობას, ყველაფერს საუკეთესოს, უკეთეს მომავალს გისურვებთ თქვენს ოჯახებში, ქვეყანაში, რა ვიცი, მშვიდობას გისურვებთ და მე ვფიქრობ ერთ რამეს, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ერთმანეთის იმედი და ჩვენ აუცილებლად გავძლიერდებით ამით და ჩვენ გავაძლიერებთ ერთმანეთის გვერდით დგომით ერთმანეთს და ამით მივხედავთ ჩვენს ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ საქართველოს აქვს იმის შესაძლებლობა რომ წავიდეს წინ, მონდომება არის საჭირო, მე მზად ვარ რომ ამისთვის ყველაფერი გავუკეთო და ასევე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი თანამებრძოლი მყავს და კიდევ ერთხელ გილოცავთ წინასწარ და კიდევ ერთხელ გისურვებთ რომ ძალიან ბევრი ბედნიერება და შვიდობა, წინსვლა და წარმატებები გქონოდეთ სულ. მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის და წარმატებას გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობოდა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი და ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე. მე ხვალამდე გემშვიდობები და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. ნახვამდის.